ეგ ხო ძალიან გავრცელებული ნარატივია, რომ ზელენსკი თითქოს ფულს ჭრის ამ ომიდან და არ უნდა ამ ომის მალე დასრულება. აი, რანაირად? აი ამაზე მინდა რომ დავფიქრდეთ. აი, წარმოიდგინეთ, აი, რასაც ვიტყვი ხა საკამათო ხო არ არის? აი ხა ნახეთ რას ვამბობ. აი ეს ხო საკამათო არ არის. ზელენსკი ამ წუთას არის რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი სამიზნე. ანუ ერთი კაცი რო დავასახელოთ, ყველაზე მეტად ვისი მოკლა უნდათ, არის ზელენსკი, ხო? ანუ ეს ხო საკამათო არ არის. ხო და აი ხა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მის ადგილას. აი რა თანხის სანაცვლოდ ჩაიყენებდით თავს ამ მდგომარეობაში. აი რა თანხი, აი რა მილიარდი რამდენი, ანუ შეიძლება მეორე დღეს აღარ გაიღვიძო, ხო? თან ეხლა რუსეთი რაც უნდა დასუსტავდა ისევ და ისევ ვილაპარაკოთ, ეს ყოველ შემთხვევაში დღემდე შეუძლია, ხო? რომ უცბად რაღაცა გულმა დაგარტყას, რაღაცა ხელზე ვიღაცა გაგეხახუნოს ნოვიჩოკი წაგისვას და აღარ ხარ ცოცხალი. ხო და აი ამ სიტუაციაში რა თანხის სანაცვლოდ ჩაიყენებდით თავს, რომ აი ეს დავიჯეროთ, რომ ზელენსკი იმდენ ფულს აკეთებს, რომ უღირს ეს. აი ხო არის ეს აბსოლუტური სიგიჟე არა? ანუ პლუს ამას რაც გუშინ ვნახეთ და მოვისმინეთ. რა ანუ თითოეული ჩვენგან ეხა ვინც ამ ვიდეოს უყურებს და ზოგი დივანზე რო არის წამოკოტრიალებული და აგერ სეტანტაროა ჩართული დღეს ფეხბურთს რო უნდა უყუროს და აი მაგ სკროლის დროს რო რაღაცა კომენტარებს წერს. აი ჩვენ რომ მოვხვდეთ მის ადგილზე თქვენი აზრით რამდენი ხანი გავქაჩავდით ფიზიკურად და ემოციურად. აი მე მგონია რომ ერთ კვირასაც კი ვერ გაქაჩავდა თითოეული ჩვენგანი იმ სტრესში, რა სტრესშიც ახლა არის ტიპი. ამ ხელა სიტუაციის მართვა უწევს. ამდენი ადამიანი იხოცება, არის ესეთი ზეწოლა მასზე და თავარი პარტნიორის მხრიდანაც კი ესეთი განცხადებები კეთდება და ესეთი ზეწოლა ჟურნალისტების თვალწინ თან. ხო დავიხურავდით ქუდს და რავი წავიდოთ არ მინდა არც თქვენი პოლიტიკა, არც თქვენი ფული და საერთოდ არაფერი და რო იცი რომ თან მეორე დღეს შეიძლება ვერ გაიღვიძოს ოცხალმა. და თქვენი აზრით ამას ფულის გამოაკეთებს? აი ხო სიგიჟეა აბსოლუტური, ეხა ეს ლოგიკას რო გაყვე, ხო სიგიჟეა რომ ზელენსკი ფულის გამო იგდებს თავს და აგდებს საფრთხეში მის მთელ ოჯახს ფულის გამო? ერთადერთი რის გამოც შეიძლება ადამიანმა ესე გაწიროს საკუთარი თავი, არის მართლა რაღაცა იდეოლოგია, წმენა და რაღაცა ხო სამშობლო სიყვარული რა, ეს უფრო ლოგიკური არ არის? აი ხო ვინც ამას უყურებთ და გონიათ რომ ფულის გამო აკეთებს, ეს ეთყობა თქვენ ხართ ეგეთი ტიპი რომ ეგეთ რაღაცა ფულის გამო გაწირავდით ეგრეთ თავს. რა მე არ გავწირავდი ფულის გამო ისე თავს როგორც ზელენსკი წირავს. ნახდათ არ გავწირავდი.